ოჯახზე ბრელზე ენან ასიგენანება რა თქინა ფული თუ ერი არ გამრავდა პოლიტიკოსები არიან სულ ფულებს იწელენ ამაზე გზები აგზები სუბსიდირება მოახდინე მრავალშვილიან ოჯახს მიეხმარე გაზი გადუხადე დენი გადუხადე შეაქმნელი სოციალური სისტემა შექმნილი ისეთ რომელიც არის წამხალისებელი ბავშვების გამრავლება აბა გასაკეთებ ან ეპისკოპოსი ან ხელისუფლება ან მთავრობა გასაკეთებ მარტო სულის ცხოვრებას თუ არ დაიბადა 40 წელიწადში განახევდება ერი მერე ისთვის წვერზე ხელი ასე მოგივა ეკანა ზანგი ეხადიაზე დაგიწყებს ფულის არიგებას ისე მეგები ხარ რა შემოთას გელაპარაკე ოდა შენ იბინი ახეთ იქით კახეთში ველახი დარგები და ახეთი საკეთე ხალხი არ გამრავლდეს ასარია გოლს იმართება დიასეთი გინდისები სანამ ეკლესია და სახელმწიფო არ გაერთიანდება და არ შეიქმნება ფონდები ეკლესიის შედევნების კი არა მრავალშვილიანი ოჯახების ფონდები შექმნეს ეკლესია რასაშენებულია ისიც ასარგებლება მალე როცა ხალხი აგვეყიდა და ხალხი თუ არ დაიბადა ეკლესია რა თქმა ამიტომ ფონდები შექმნეს ის ბიზნესმენებს პატერას რომ უყრიდეთ ხოლმე რაღაცას ხო პატერა ხე გამოუშვი მოწყალება მრავალშვილიან ოჯახებში ცოტა ძველი მანქანეთი არეთ და იმათ მეტი მიეცით და გაკეთება საქმე და გააკეთებთ ღმერთის სადიდებელ საქმეს გეიგე გოჭუნა ეს არის სიმართლე არა და რაღაც არის საქმე ხალხო ეს არის ზუსტი მეცნიერება გაეროს გამოკვლევები ჩვენი საქართველოს სტატისტიკით საშინელი მდგომარეობა არის დემოგრაფიული კუთხით გაიგონია საქმე ვინმეს უთქია ახელისუფლება და ეკლესია არა თქვით გამოვენ მაგრამ ვერაკეთებ და ზუსტები არის ბაბადია ჩავაბატონებო თუ იმეს გულზე მოხდა გეტინა და სიმართლეს გაუმარჯოს რახათ არის საქმე ხალხო გენათვალ მამაებო გეიგე მოძრებმა ყურადღება მიაქციეთ მეტი რახნან ოფობოდიებს ამ გამეს გოუსტად მუსლები იმდენი შვილები დაბადეს და რეულობას და მეტი რახნან ვეღარ გევიგი აუგლება და სამრევლობას ეკლესია და ხელისუფლება ოფიციალურად გეუბნები მე არაფერს არ აკეთებს მაგისთვის ეს არის სიმართლე რა ვქნა ხოლმე